გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა გესაუბროთ ხოცურ სუვერენიტეტზე და ხოცურ დამოუკიდებლობაზე. მოკლედ, ხოცებისთვის 2011-12 წლებში, როდესაც ჯინ შაჰინი, ჰილარი კლინტონი და ევროპელი ლიდერები სააკაშვილის და წინა ხელისუფლების წინააღმდეგ რამეს იტყოდნენ კრიტიკულს, ეს იყო დემოკრატიის ზეიმი, ხოლო თუ როდესაც ახლა რუსი ბიზნეს და ქოცი და რუსი ქოცების წინააღმდეგ კრიტიკულ რამეს ამბობენ არჩევნების შესახებ და ამ შემდგომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და მტრული დამოუკიდებლობა. მოკლედ, ხოცებო, თქვენ 2011 წელსაც და 12 წელსაც იგივე დამოუკიდებლობა რო ქონოდათ, რაც დღეს გაქვთ, რომ აი საქართველოს თვითონ უნდა წყვეტდეს მის პოლიტიკას და საქართველოს მის თავი უნდა ეკუთვნოდეს, ამ შემთხვევაში ასე თუ ისე გაიგებდა ხალხი და ექნებოდა თქვენსადამი empathia, მაგრამ მაშინ ვიგოდა გქონდათ და ხელისუფლებაში მოდიოდით და ყველაფერზე იყავით წამსვლელები, ხოლო დღეს რა ვინაიდან თქვენ ხელისუფლებას და ვიგოდას და ძალაუფლებას წყალი უდგება, უკვე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მეგობარის თუ არა მეგობრის განცხადება უკვე არის მტრული და ავტომატურად მტერი ხდება. ამიტომ არ ჯერა ხოცებო თქვენი არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ხალხს მასაში. აქედან გამომდინარე, ხოცები თქვენ ხართ ვიგოდნიკი, რუსები და არავის არ ჯერა თქვენი ამ პატრიოტიზმის. გამოიწერეთ ხალხო, ჩვენი არხი, კარგად ზარდებოდეთ, აბა თქვენიცით კიდევ ერთხელ რაღაც დაესწრეთ.